მარიამი. ოკეი. მე გიორგი მქვია. დავით, აი მოვიდეს თეატრს ბარემ და ძალიან მძიმე ეს არის, რა ქვია, თემა არის რა, უმძიმესი თემით ვიწყებთ იოგას. ჯორა, რიცი? ეხლა რომელიღაცა მეკითხებოდა, რომ იოგას ტურნირზე მეკითხებოდა ნელი, ხო და ანუ შეიძლება მაგაზე მოკლე კომენტარი გავაკეთო. ანუ ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ არის იდიოტობა. ანუ ორი სიტყვით რო ვთქვათ, იდიოტობა იოგას ტურნირი არის, იმიტომ რომ მან არაფერი შეჯიბრი იოგაში არ არის. არის სპორტული შეჯიბრი, რომელსაც კავშირი იოგასთან არ აქვს. სხვადასხვა ქვეყნებში რო ტარდება, მან მონაწილეობას იღებენ ისეთი ხალხი, რომელსაც იოგა საერთოდ არც იციან, უბრალოდ არიან ან ყოფილი ტანმოვარჯიშე, საშუალო დონის ტანმოვარჯიშე, გადიან ხო, მადლობა. გადიან უბრალოდ ტურნირზე, შეიძლება გაიმარჯვონ, მაგრამ იოგა საერთოდ არ არის პოზების შესრულება როგორც ტანმოვარჯიშში. იოგა არის პროცესი თვითონ როგორ აკეთებ პოზებს და როგორ იყენებ ამას როგორ აკეთებ ამის ინტეგრაცია სულიერი განვითარების გზაზე. ეს არის და ეს. და თან ანუ ამის ჩატარება ეხლა ვისაც უნდა აზიის იოგას ჩემპიონატის სახელით. ანუ თან საქართველოს გამოდის აზია. ანუ ჩვენ ხო ანუ მე მაქტივს 2016 წლიდან ანუ ვიცნობ, მაგრამ ვიცი ვინც არის ხო, მაგრამ რამდენად საერთოდ აზე არის ხო ეს ხო და ზოგადად ანუ ის რომ ანუ ჩვენ ხო ეხლა ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური პრობლემები გვაქვს და ერთი პრობლემა კიდე დაგვიმატა რომ აზიის ჩემპიონატს ვატარებთ იოგაში. ხო და სრული ბოდვა არის რა, უბრალოდ სრული ბოდვა არის და ხო ანუ როგორც ტანმოვარჯიშში რაღაცა ესეთი ძალიან ჯერთი ორგანიზების დონეზე ძალიან ასე თქვა სისულელი და ბოდვა არის, მაგრამ არაფერი კავშირი ამას არ აქვს რა. სრული სისულელე არის რა. ხო, სრული სისულელე არის და ამის ანუ ხალხი იმაზე მუშაობს, რომ წარმოაჩინოს იოგა როგორც რაღაცა სულიერი პრაქტიკა, ინტელექტუალური პრაქტიკა, მათ შორის დაუშვათ ანატომია და სხვა პროცესებით გააცნობიეროს და ამის რაღაცა შეჯიბრის და რაღაცა ტურნირის და რაღაცა იმათ ქცევას ის მე უბრალოდ ვიცი მქონია შეხება, ანუ ყოფილვარ თვითონ ანუ ესეთ ჩემპიონატზე და რაღაცა. ხო, გავუშვათ ბარემ ლაივი და ხო. მოკლედ ანუ იოგას ტურნირი, აი რაღაცა ეს უბრალოდ ისე დაემთხვა ამ ქოციანობას რაღაცნაირი, აი თვითონ რაღაცნაირად სულმა მოიტანა აზიის, ასე ვთქვათ, იოგას ჩემპიონატი ჩატარებული საქართველოში რაღაცა. ხო, ესე იგი დღეს გადავდივართ ჩვენ იოგას სუტრას მეოთხე თავზე, ანუ საბოლოო თავზე, რომელსაც ქვია თვითკმარობა. აი დამაგარი სიტყვა არის ისედაც, რომ ადამიანი აღწევს თვითკმარობას და საერთოდ სადაო საკითხიც არის, რამდენად შესაძლებელი არის ეს საერთოდ. და მე რა თქმა უნდა ყველაფერს ესე ვუყურებ, რომ ანუ იოგას მე იმ გაგებით არ ვასწავლი, რომ ადამიანი რაღაცნაირად სექტანტურად გახდეს იოგას მიმდევარი, ან რაღაცის მიმდევარი, საერთოდ ბრმად. ჯერ ერთი ინდური ძველი კულტურა არის ძალიან ღრმა და საინტერესო ყველა თვალსაზრისით და ჩვენ ქართულ ენოვან სივრცეში უნდა გქონდეს საშუალება რომ ამ კულტურას გავეცნოთ. რატომაც არა, რაც უფრო ბევრ კულტურას ვიცნობთ, მით უფრო მდიდარიერი ვართ, ხო? ოღონდ თან მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ ამას კრიტიკულად და არა სექტანტურად. არა რაღაც ბრმად, არამედ რაღაც საფუძვლიანად დაფიქრებულად დავინახოთ ამის ასე ვთქვათ პლუსები, მინუსები და ეს არის ანუ ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ჩემი ამოცანაც ეს არის რომ მე ერთი მხრივ წლები არის რაც ფილტრავ ყველაფერ იმას რაც შემოდის ანუ აზიურის სახელით განსაკუთრებით ანუ იოგას სფეროში, ნაწილობრივ ანუ ბუდიზმის სფეროში,
რა არის ანუ ნაღდი და რა არის ანუ ფეიკი, რა არის ასე ვთქვათ გამოგონილი იოგა და გამოგონილი ბუდიზმი და რა არის ასე ვთქვათ ნამდვილად რა წარმოადგენს ანუ ნამდვილად იმ კულტურას რა ჩვენს ხა ქართველებსაც ხო ეგრე გვაქვს რომ რაღაცეები ასე ვთქვათ ნამდვილი ქართული კულტურის ნაწილი არის რაღაცეებს მოგვაწერენ როგორც ჩვენ ქართველებს და შეიძლება ეს არ ყოფილა ჩვენი ნამდვილი ტრადიცია მაგრამ რაღაცნაირად ხდება ასე ვთქვათ გარედან ან რაღაცა ინტერესებით მოწერა ან ხელოვნურად გაძლიერება რაღაცა ისეთი თვისებების რაც ერთ-ერთი კომპონენტი იყო ჩვენი მრავალფეროვნების ხო ანუ კულტურა რეალურად ყოველთვის არ არის რაღაც ერთგვაროვანი და რაღაცა ბრძოლებში რაღაცა კულტურული შტრიხები ვთქვათ წინა პლანზე შეიძლება წამოიწიოს ვთქვათ არის ესეთი შეხედულებაც და რომელიღაცა ერთმა გაიმარჯვოს. რა მაგალითად ინდოეთში იყო ბევრი ფილოსოფიური სკოლა და დომინანტი გახდა ერთ-ერთი იოგამაც უკანა პლანზე გადაიწია შუა საუკუნეებში, ანუ ვედანტა წამოვიდა უფრო წინა პლანზე. ასე ვთქვათ, ამისი საფუძვლები რთული არის, რატო ხდება ეს მაგალითად ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით ამის მიზეზი თუნდაც ის იყო, რომ ვთქვათ რაღაცა შემოსევების დროს, უпростоრეთ რაღაცა პოლიტიკური და რაღაც ასე ვთქვათ ეროვნულ-ნაციონალური გაერთიანების საფუძვლად საჭირო არის ხოლმე რაღაცას ასე ვთქვათ საერთო შეხედულებები, რის ირგვლივაც ხალხი გაერთიანდება. ხო, ნაციონალური არა იმ გაგებით, ხო, რა გაგებითაც თანამედროვეობაში ვიყენებთ ამ ტერმინს, ხო. მოკლედ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ინდივიდი დაფიქრდეს და ინდივიდმა თავის თავზე ყველაფერი გადაიაზროს და იოგა არის ერთ-ერთი საშუალება, ანუ მრავალ ფილოსოფიურ ტრადიციებს შორის, ანუ ინდოეთში ბევრი ასეთი ტრადიცია იყო და ძალიან ძნელია, რომ ყველასე ერთდროულად ისაუბრო. რომ შეაჯამო, ეს არის რაღაც აზიური თქვა როგორც ბერძნულ ფილოსოფიაში და თქვა რომის ისტორიაში სხვადასხვა ტრადიციები არის, რომლებიც ერთმანეთთან რაღაცაში თანხვედრაში არიან, რაღაცაში განსხვავებულები არიან, ესე ძნელი არის, რომ ერთი ხელის მოსმით რაღაც შეაჯამო, იმიტომ რომ იოგა განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ისე განვაგრძობთ საუბარს კლასიკურ იოგაზე, რაც გადმოცემული არის იოგა სუდრაში, ესე კლასიკურიც არ არის, რა თქმა უნდა, ის ტერმინი, რაც ეს არ არის ინდური ტერმინი, ჩვენი გადმოსახედიდან უწოდებთ ამას კლასიკურს, იმიტომ რომ როგორც თქვი და ხშირად ვიმეორებ, რომ იოგა სუტრა არის ტექსტი, რომელიც ცდილობს ყველაფერი ეს დაიყვანოს გონების მეცნიერებამდე, იმ მიზნით, რომ ადამიანი მიიყვანოს სულიერ გათავისუფლებამდე და თვითონ ეს ტექსტიც არის არასექტანტური ტექსტი რა, არ არის სექტანტური ტექსტი, იმიტომ რომ ეს არ არის მიკერებული რომელიმე ღვთაების კულტზე. ამაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. რამდენიმე ლექცია მაქვს პირველ თავზე, ანუ 4 თავისგან შედგება. პირველი თავი, მოკლედ რა ვთქვათ, ისევ არის სამათხის ეხება, ანუ რა არის ეს უმაღლესი სულიერი მდგომარეობა. მეორე არის რა მეთოდები არსებობს ამ უმაღლესი სულიერი მდგომარეობის მისაღწევად. კარგი, მოკლედ მეოთხე თავი, ანუ მეოთხე თავს რაც შეეხება. ესე იგი, დამოუკიდებლობა როგორ შეიძლება გავიაზროთ, ანუ რაც არის იოგას საბოლოო მიზანი, როგორც თვითკმარობა. ეს არის რაღაც ესეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უпростоრეთ სული მთლიანად იზოლირებულად აცნობიერებს თავის თავს. აი ეს არის, ანუ ეს კაივალიას მდგომარეობა. ყოველგვარი, ანუ ფიქრების, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, მატერიის, სხეულის და ასე შემდეგ გარეშე. და მიზანი არის, რომ ამ წერტილს მიაღწიოს, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი ცვალებადია, აზრები ცვალებადია, სხეულიც ცვალებადია და ხო, ყველაფერი, ანუ აბსოლუტურად
გარე ფაქტორად ითვლება, მათ შორის აზრებით, ანუ ყველაფერი რაც მოძრავია, ეს გარე ფაქტორი არის. ისედაც რომ დავფიქრდეთ რაღაც თვალსაზრისით მართლა ეგრე არის, რომ ის აზრები, ანუ დენადი პროცესი არის და არ არის რაღაც ესე ვთქვათ მუდმივი წერტილი. კარგი, ეხლა მე წავიკითხავ რამდენიმე სუტრას. იდეაში მაქვს, რომ ნახევარი წავიკითხოთ მეოთხე თავის. სულ არის 34 და 17 რო წავიკითხოთ. და რავი, ანუ კომენტარებს გავაკეთებ და ვეცდები, რომ დროში ჩავეტიოთ რა. პირველი სუტრა არის ასეთი მეოთხე თავის. ანუ ეს მისტიკური ძალები შესაძლებელია წარმოიქმნას დაბადებით, როგორც თანდაყოლილი, სცენარეული საშუალებებით, მანტრებით, ასკეტიზმით და სამათხით. ეს 5 ანუ გზა არსებობს. იოგა სუტრაში არის ძალიან ხშირად გამეორებული, ყველაფერი არის 5 გრძნობა, 5 სახის აზრი, 5 სახის სისუსტე და ასე შემდეგ. ყველაფერი ცნობიერების 5 საფეხური და სულ 5-ად არის დაყოფილი. აქაც გვეუბნებიან, რომ ეს განსაკუთრებული უნარები მიიღწევა 5 გზით. პირველი და მეორე არის რა, ანუ თანდაყოლილი, ანუ ესე იგი რაც სხეულში თან არის და მეორე არის სცენარეული საშუალებებით, ანუ ეს ოშათი არის სცენარეული საშუალებებით. შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა ჰალუცინოგენი ან რაღაცა ისეთი ასე ვთქვათ საშუალებები, რომელიც იწვევს ცნობიერების ცვლილებას. ესეც ფიზიკური გზა არის, ოღონდ არა თანდაყოლილი, არამედ გარედან. აი ეს მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ იოგაში, იოგა სუტრაში ესეთი დაყოფა არის ხოლმე, ერთი შინაგანი, რომელიც დაყვება, მეორე არის გარეგანი, ამის ასე ვთქვათ, რაღაც საპირისპირო. ხო, ისიც არის კომენტარში, რომ ეს სად იღება ეს სცენარეული საშუალებები, ხო? ამის, ანუ ასე ვთქვათ, დილერის მისამართიც წერია რა. ხო. კი. ხო, აი ზუსტად როგორ არის, იცი რომ ამაზე ცალკე წიგნი არის რა იგულისხმება. იმიტომ რომ შეიძლება იყოს ჰალუცინოგენები, შეიძლება არ იყოს და იმიტომ რომ ძალიან მოკლე კომენტარები არის და აქ მოყვანილი არის უბრალოდ როგორც მაგალითი და არა ისე რომ ინტერესი იყოს, ხო? უბრალოდ შედარებისთვის არის. მესამე არის მანტრები. მანტრები უკვე არის ვერბალური ნაწილი. ეს უკვე სიტყვიერი გზა არის, ხო? ანუ პირველი ხო სხეული იყო, ანუ თანდაყოლილი იყო, მე სხეული ოღონდ გარეგანი კომპონენტი და მანტრა უკვე როგორც ასე ვთქვათ ვერბალური გზა. ამის მიღწევით და ასევე არის მეოთხე არის ასკეტიზმი, როგორც სანსკრიტული სიტყვა ტაპას ნიშნავს დისციპლინა, ასკეტიზმს, ერთგვარად თვითონ პირდაპირ გაგებით წვას ნიშნავს, ასე ვთქვათ. და ესეც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც არც თანდაყოლილი, არც ვერბალური, არამედ როგორც ნებისყოფით მიღწეული უნარი, რომელიც ასევე, ასე ვთქვათ, ფსიქიკური კომპონენტი არის, მაგრამ ტაპას მაინც აკლია გაცნობიერება. ანუ ერთი არის რომ რაღაცას აღწევ დისციპლინით და მეორე არის რომ არც დისციპლინა არ გჭირდება რა. პირდაპირ შეგნებით ხარ ესეთი. და მეხუთე გზა მიღწევისა, რასაც ქვია მიღწევა სამათით, ანუ კონცენტრაციით, ან თუნდაც ესე ვთქვათ, გაცნობიერებით, ეს არის იოგური გზა. მოკლედ ეს რაც შეეხება ამ
მიღწევის გზებს. ესე იგი, პირველი სუტრა მეოთხე თავის არის გადაბმა მესამე თავი რომ თავდება, ანუ ამ ასე ვთქვათ მისტიკური უნარების განხილვა არის მესამე თავში როგორც თქვით და მეოთხე თავი უკვე არის შეერთება იმ საკითხებს ასე ვთქვათ აგრძელებს პატანჯალი და უფრო რაღაცნაირად მთლიანობას კრავს, მაგრამ შემდგომ განაგრძობს რომ როცა საუბრობს მაგალითად თანდაყოლილ სხეულზე ამას ძალიან შემთხვევითაც არ ახსენებს, ის ამბობს, რომ როგორ ხდება ახალი სხეულის წარმოქმნა. და არის ეგეთი ნამარუპა, რომ წარმოვიდგინოთ სხეული და გონების ერთიანობა, ხო? სხეული მუდმივად იცვლება, რაღაცა რჩება, რაც მუდმივად იბადება. რაც ცვალებადია, რაც ასევე ცვალებადი არის, გონებაც ასევე ცვალებადია, მაგრამ განგრძობადი არის, ანუ გადადის ერთი ცხოვრებიდან მეორეში, ანუ სიკვდილის შემდეგ მერე ისე ვიბადება ამ შეხედულების მიხედვით, იმიტომ რომ ახლა ვიღაცა რო უყურებს, ხო, ანუ არ მინდა აღიქვას, რომ მე ვამბობ, რომ ეგრე ხდება ზუსტად. მე ვამბობ, როგორ არის ეს გადმოცემული ამ სწავლებაში, ამ მოძღვრებაში, ხო? რა შეხედულებები არსებობს, აქედან ჩვენ მერე უნდა გავფილტროთ, ან მივიღოთ ყველა ინდივიდუალურად, რა არის რეალური, რა არის, ასე ვთქვათ, მათი შეხედულებები მხოლოდ, მოკლედ, ის ჩვევები, რასაც ჩვენ გამოვიმუშავებთ, ამას სამსკარები ეწოდება და ის მიდრეკილებები გადაყვება ადამიანს ერთი ცხოვრებიდან მეორე ცხოვრებაში და ამისი საცავი არის ცნობიერებაში. ანუ ეს ძალიან გონება ვახსენე, მაგრამ უფრო ზუსტად შეიძლება ვთქვა ცნობიერება, რასაც ქვია ჩიტა. და აქ უკვე საუბარი არის, რომ ახალი სხეულის შექმნის ინსტრუმენტალური მიზეზი არ არის მისი მწარმოებელი მიზეზი. ინსტრუმენტალური მიზეზი მხოლოდ ბარიერს ხსნის, როგორც გლეხს გაყავს სარწყავი არხი, სადაც წყალი თავისით მიედინება. ნახეთ, სხეული რო შეიქმნას, ანუ მომავალი ცხოვრების. გვეუბნებიან, რომ ანუ ეს ზოგადად ფილოსოფიური ტერმინი არის ინსტრუმენტალური მიზეზი და თვითონ მოქმედი მიზეზი, ხო? ორი რამ არის საჭირო ახალი სხეულის შექმნისთვის. ერთი თვითონ ბუნება, რომ ბუნება თვითონ ქმნის სხეულს, მაგრამ შენს რომ მონაწილეობ, შენც იღებ მონაწილეობას, როგორი სხეული გექნება. აი ეს არის ამის აზრი. და გლეხის შედარება რა არის, რომ ანუ გლეხს რომ უნდა, რომ ან ფერმერს რომ უნდა, რომ მორწყას დავუშვათ კონკრეტული ტერიტორია, წყალი თავისით მოედინება ისედაც და შენ რაც შეგიძლია გააკეთო, რომ მიმართულება მისცე, ანუ შენ ცხოვრებას მისცე მიმართულება. ეს თვითონ იოგების შეხედულებაში, აი ეს რომ დავუშვათ მოვაშოროთ თვითონ, ანუ თუნდაც ის რაც შეიძლება ვერ მტკიცდებოდეს და არ ვიცოდეთ, ხო? არის ორივე მხარე აღიარებული, რომ ერთი მხრივ ჩვენს ცხოვრებას განაპირობებს, ანუ სამყაროში არსებული კანონები და მეორე ჩვენს მონაწილეობთ, ასე ვთქვათ, რაღაცის, ანუ შექმნაში. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ზოგიერთ ფილოსოფიურ ტრადიციაში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. ან მეორე მხარე ამის საპირისპირო არის ფატალისტები, რომელიც არაფერი არ არის შენზე დამოკიდებული და ყველაფერი ხდება ფატალურად. და არის უფრო ზომიერი მიდგომა, რომელიც ამბობს, რომ არის რაღაცა, რაც შენ გექვემდებარება, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ იმასიზამ. ანუ ეს შედარება არის ასევე ერთ წიგნს ვკითხულობდი, სადაც არის, რომელსაც ქვია იესო ქრისტეს ისტორიულობა, სწორად მახსოვს, და მან ფლავიუსის, ანუ ისტორიკოს ფლავიუსის მიერ განხილული იყო 3 ტომი, ასე ვთქვათ, იესოს დროინდელი, ეს არის ფარისევლები,
სადუკეველები და ესეები. და ის წერს ესეთ რაღაცას, რომ იმ ტერიტორიაზე იყო ბერძნული გავლენა და ანუ ფარისევლების იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ რაღაცები, ანუ ერთი ნახევარი შენ გემორჩილება და მეორე ნახევარი არა. აი რაზეც ახლა ვსაუბრობთ. და ისინი ასე ვთქვათ, სტოიციზმის გავლენის ქვეშ იყვნენ, როგორც ბერძნული ტრადიციის. იყვნენ პითაგორელების გავლენის ქვეშ და ასევე ეპიკურეანელების გავლენის ქვეშ, აი სადუკეველები და ესეები, ერთი რომლებიც ფატალისტები იყვნენ და მეორე რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. ანუ ეს სამი, ასე ვთქვათ, ესეთი სამი სახის დამოკიდებულება სხვადასხვა ტრადიციაში გვხვდება და რა თქმა უნდა, ანუ იოგა ამ შემთხვევაში უფრო ზომიერ პოზიციას იკავებს, რომ არის ასე ვთქვათ, ბუნება. ბუნებაში იგულისხმება უფრო კიდევ პირველსაწყისი მატერია, ასე ვთქვათ, რომელიც მარადიულია ასევე და თავისი კანონები აქვს და არის გამოვლენილ და გამოვლენილ მდგომარეობაში. ხო, აი ეს არის განსხვავება, ეს არის ინსტრუმენტალური მიზეზი, ესე იგი წყლის წყალი, რომელიც წყავს კონკრეტულ ტერიტორიას, რაღაც ინსტრუმენტალური მიზეზი და დავუშვათ თვითონ მოქმედი მიზეზი. ხო, და რეალურად რას უკავშირებენ, ანუ ამ ასე ვთქვათ, ინსტრუმენტალურ მიზეზს, ეს არის შენ როგორ ცხოვრობ. ანუ შენი ცხოვრების მოქმედებები, როგორც ანუ რამდენად ზნეობრივია, თუმცა ზნეობრიობაში არ იგულისხმება მაინც და მაინც გარედან მოწერილი ზნეობრიობა, არამედ რამდენად სამყაროს, ასე ვთქვათ, კანონებს მიყვები, რასაც ეწოდება, ანუ თარმა. ანუ თარმა თვითონ სიტყვა დაჭერას ნიშნავს, ანუ ის რაც სამყაროს წესრიგში იჭერს. და შენი ცხოვრებაც რო ასე ვთქვათ, წესრიგში იყოს, ასე ვთქვათ, და რაღაც სწორი საყრდენი კონდეს, აი ამ პრინციპებს, ამ პრინციპს შეიძლება უწოდოთ თარმა. ხო, შემდგომი, ანუ მესამე, მეორე სუტრა, კარგი, მოდი მეოთხეზე გადავიდეთ. შექმნილი ცნობიერება, ხო, ეს უკვე ვისაუბრეთ, ესე იგი სხეულის შექმნაზე. ეხლა საუბრობს ცნობიერებაზე, ანუ შექმნილი ცნობიერებები მხოლოდ მეობიდან წარმოიქმნებიან. ხო, ესეც ცოტა უცნაური სუტრა არის იმ გაგებით, რომ ეს განიმარტება როგორ. ნახეთ, კომენტატორები ამბობენ, რომ თითქოს იოგს შეუძლია, რომ თავისი სხეული გაამრავლოს წარმოქმნას თავისი სხეულები და თითეულს კონდე როგორც რაღაცა მისტიკური ფორმა, რაც თქვათ შეიძლება ხალხურ თქმულებებში არის გადმოცემული და თითეულს აქვს თავისი ცნობიერება. თითქოს ესეთი რაღაცა ზებუნებრივი უნარი არის. არაერთი კომენტატორი ესე იგებს ამას. მაგრამ მე ამ ცოტა ბუნდოვან სუტრას იმ აზრსაც ვუშვებ, რომ აქ საუბარი არის არა ერთდროულად, რომ მე შევქმნა რაღაცა სხვადასხვა სხეულები და სხვადასხვა ცნობიერებები, არამედ ჩემი მრავალი დაბადების, თქვათ, ერთი ცხოვრება, მეორე ცხოვრება, მესამე სხვადასხვა სხეულების ცნობიერებები ეს ერთი და იგივე არის, თუ ყველა ცნობიერება განსხვავებული არის, ხო? დავუშვათ, იცხოვრა ადამიანმა, მოკვდა, ახალი სხეული შეიძინა, ხო? რაზეც იყო საუბარი, რომ ესე იგი შენი სწორი ცხოვრება თუ არასწორი ცხოვრება განაპირობებს ესეთ და ესეთ კარმის ნაყოფს. კარმა საქმედებას ნიშნავს და თქვათ ესეთი ცხოვრება გაქვს. მაგრამ საუბარი არის ახლა იმაზე, რომ შენი რაღაცნაირად ესეთი იდენტობა ცნობიერების იდენტობა ერთი და იგივე არის და სხვადასხვა არის. და აქ საუბარი არის ანუ მრავალ ცნობიერებაზე, რომელსაც აინახეთ, როგორც შექმნილი ცნობიერებები, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, მხოლოდ მეობიდან წარმოიქმნებიან. ანუ მეობა მაინც ერთი ცენტრი არის, რაც
აერთიანებს. და მე გვეუბნებიან, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ცნობიერება მრავალ ცნობიერებათა შორის, რომელიც მართავს ყველა მოქმედებებს. და ამიტომ მე ყოველთვის ესე განმარტავ, რომ თუ არსებობს ესეთი მოსაზრებაც, ანუ ასე ვამბობ იმასაც, რასაც მე თვითონ უშვებ და მე ადამიანი თვითონ უნდა დაუკვირდეს ამას. ხო, მე ასევე შემიძლია ვთქვა ის რატო ვფიქრობ, რატო უშვებ, ანუ ამ აზრს, რომ აქ შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ აქ საუბარი არის, ასე ვთქვათ, უწყვეტ შენი ცნობიერების განგრძობაზე. და აი მაგალითად რას გულისხმობ? ეს მეოთხე თავი არის პოლემიკა ბუდიზმთან, რომელიც ამბობენ, რომ ცნობიერება არის წყვეტილი. ანუ ყოველ წამს შენი ცნობიერება არის მუდმივად სხვა, აი როგორც თითქოს ციმციმებს. და რაღაც ყოველი მომენტი არის სხვა. თუმცა ამ სხვადასხვა ცნობიერებებს აქვს მაინც ერთმანეთთან მიზეშედეგობრივი კავშირი. მაგრამ არა უცვლელი, ანუ ესე ვთქვათ, რაღაცა ცვალებადი არის მაინც. კი გადაეცემ, ანუ შენ რაღაცას აკეთებ, დავუშვათ ეს ტოვებს კვალს და ეს გადაეცემა განგრძობითად ამ ცნობიერებას, მაგრამ აი როგორც მანქანა რო დაშალო და ნაწილები შეუცვალო და ანუ თლიანად რო იცვლებოდეს მანქანაც, ანუ ყველა საბოლოო ჯამში ყველა ნაწილი შეიცვალა და ვერ იტყვი რომ ეს ზუსტად ის მანქანაა თუ არა, იმიტომ რომ ის რაღაც მომენტში სულ სხვა ნაწილებია და თქვა ერთი თვის შემდეგ არც ერთი ნაწილი არ დარჩა იქიდან რომელიც იყო. და ამიტომ ეს ცნობიერება, ასეთი წარმოდგენა ცნობიერებისა და რაღაც გაგებით ეს თავსებით დასაშვები არის მეცნიერულად, იმიტომ რომ მუდმივად განახლება ხდება უჯრედების, მათ შორის ნერვული უჯრედების და ელემენტარული ნაწილაკების დონეზეც ხდება განახლება ადამიანის მატერიალურ დონეზე, ხო? და იოგების აზრით ცნობიერება არის კონტინუუმი, ანუ უწყვეტი არის. ამიტომ და შემდგომ ამას პატანჯალი ავითარებს, ზუსტად აი მაგაზე საუბრობს, რომ ცნობიერება უწყვეტი არის, სხვანაირად ფუნქციონირებს, ვიდრე ბუდისტებს გონიათ. და ამიტომ უშვებ მე ამ აზრს, რომ აქ შესაძლებელია საუბრობდეს არა იმაზე, რომ რაღაც მულტფილმში რომ ვიღაცამ გაამრავლა ცნობიერებები და ერთდროულად დაუშვათ, ვთქვათ, რევოლუცია მოაწყო და ვთქვათ, რაღაცა შენობაში შეიჭრა ბევრი სხეულით. ესეც დასაშვებია, იმიტომ რომ ინდური ფოლკლორი და ეს ტრადიცია ესეც ამ აზრსაც უშვებს. არამედ საუბარია იმაზე, რომ შენ შეიძლება სხვადასხვა იყო, სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვანაირი ხასიათის ცნობიერებას ავლენდე, მაგრამ რჩებოდეს უწყვეტობა, ანუ იყოს რაღაცა ისეთი, რაც მუდმივი არის შენ ცნობიერებაში. აი ეს აზრი ანუ სადაო საკითხი არის, ანუ ცალმხრივად რა თქმა უნდა არ ვამბობ, მაგრამ დასაშვებად მიმაჩნია. შემდეგ მეექვსე სუტრა. აქედან, ანუ ესე იგი ამ ხუთი ტიპის ცნობიერებიდან, რაზეც თავიდან ვისაუბრეთ, რომ ვთქვათ, ვიღაცები დაუშვათ დილერის მეშვეობით აღწევენ, ვიღაცები იოგას მეშვეობით და ასე შემდეგ, მხოლოდ სამათით, ანუ თიანად, ანუ ესე იგი სულიერი პრაქტიკით შობილს არ გააჩნია ფარული კარმული კვალი. ანუ ის ადამიანი არის თავისუფალი, მხოლოდ აი ამ ხუთიდან თავისუფალი არის რისგან? საკუთარი მოქმედების კვალის ტყვეობისგან, რომელიც ამ მდგომარეობას აღწევს ცნობიერად. თუნდაც აი მაგალითად ესე ძალიან გამარტივებულად წარმოდგენის დონეზე რომ იყო თუ მე დავუშვათ სიკეთეს ვაკეთებ, არ ვარ ამის ტყვე. ანუ ამ მოტივით არ ვაკეთებ. და ასევე თუ რაღაცას დავუშვათ სადღაც ვიბრძვი, არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ძულს. ანუ მოქმედება არ არის დეტერმინირებული აი ამ, ასე ვთქვათ, რაღაცა კვალით.
აქედან მხოლოდ ის ცნობიერება, რომელიც იოგური კონცენტრაციით არის შექმნილი, არ არის ფარული კარმული კვალით დამძიმებული. ფარული კვალი არის ჩვეულებრივად რაღაც ჩვენი მიდრეკილებები, რომელიც შეიძლება არ იყოს გამოვლენილი, არაცნობიერი იყოს. ფარული მაგიტო არის, რომ მაგალითად თუ აქ არ არის აღიარებული გენეტიკა, რომ მაგალითად ადამიანს მშობლებისგან დაყვა რაღაც. უფრო მიწერილია, რომ ყველა ეს თვისება მოყვება ადამიანს წინა ცხოვრებებისგან. თუ ადამიანი მაგალითად რაღაც უნარს ავითარებდა, არ ვიცი, ვიოლინოზე დაკვრის უნარს და მერე შეიცვალა პროფესია და გადაერთო სხვა ჩვევებში, ხო? ის მიძინებული არის, ანუ ვიოლინოს, ასე ვთქვათ, უნარები მიძინებულია და შეიძლება რაღაცა აღძვრელი გამოჩნდეს, ან მოისმინოს რაღაც მელოდია, ან შემდეგ ცხოვრებაში რაღაც აღძვრელი, რომ და იმ ჩვევებმა, იმ უნარებმა, იმ კვალმა ხელახლა გაიღვიძოს. თუმცა აქ დაშვებულია ის, რომ შეიძლება მრავალი ცხოვრების განმავლობაში რაღაცები დაფარული იყოს და პოტენციალში იყოს მიძინებული და მას ჭირდებოდეს რაღაცნაირად ხელახლა გამოღვიძება რა. ეს რა თქმა უნდა საკითხს არ ჭრის, ანუ ეს თეორია, ეს მოსაზრება, რომ მაშინ გამოდის რომ რაღაც უსასრულოდ მოდის ადამიანში, რადგან დაბადება არ აქვს დასაბამი, პირველი დაბადება არ არსებობს, ადამიანს ყველანაირი ცხოვრება გამოული, ანუ ყველანაირი პოტენციური თვისება და მიდრეკილება შეიძლება იყოს ადამიანში, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში აზრი ეს არის, რომ აი ეს არაცნობიერის თემა, არაცნობიერი იმ ჩვენში დაფარული შესაძლებლობების ცნება იოგაში არის. შემდეგ მეშვიდე სუტრა არის ესეთი: იოგის კარმა არც შავია და არც თეთრი. სხვებს კი სამი სახის კარმა აქვს. ხო, ამაში იგულისხმება, რომ ეს ჩვენ რასაც მივაქციეთ ყურადღება, მარიტამ რასაც მიაქცია ყურადღება, კრიშნა ნიშნავს შავს, ან მუქს, თვითონ სანსკრიტულად. შუკლა, შუქი ნათელს ნიშნავს, ახლა ქართულადაც ესე ნიშნავს შუკლა. და არის შუკლა კრიშნა არის შავ-თეთრი. და იოგების კარმა არც შავია და არც თეთრი. ესე იგი, როგორც ცნობილია, კომენტარს ვკითხულობ, როგორც ცნობილია, კარმის გვაროვნული მახასიათებელი 4 სახეობას მოიცავს. შავს, შავ-თეთრს, თეთრს და არც თეთრს და არც შავს. მათგან შავი კარმა ცუდ ადამიანებს აქვთ. შავ-თეთრი კარმა რეალიზაციის გარე საშუალებებით ხორციელდება. აი რა იგულისხმება, ესეც ძალიან საინტერესო არის. არის ასეთი კომენტატორი, რომელსაც ქვია შანკარა. და რას გულისხმობს, შავ-თეთრ კარმაში რა. ეს არის მათ შორის მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლშეწირვაში არის დადებითი პოზიტიური და ნეგატიური, რომ ის ასევე მოიცავს მსხვერპლს. მსხვერპლშეწირვის რიტუალები. შანკარა ძველი შუა საუკუნეების კომენტატორი, აი ამ შავ-თეთრი კარმის მაგალითს ესე განმარტავს. ან ეს შეიძლება უბრალოდ ნებისმიერი ესეთი საქციელი იყოს, რომელიც ესე შავ-თეთრად ხო არ არის ყველაფერი და ამას გულისხმობს. ამ შემთხვევაში კარმის ფარული კვალის დაგროვება სხვისთვის ტკივილის ან წყალობის მომტანი ქმედებებით ხდება. ტკივილის და წყალობის რას ნიშნავს, რომ ის ცხოველი, რომელიც იკვლება სამსხვერპლო, მისთვისაც სასარგებლო არის. იგულისხმება, რომ არა მარტო შენთვის არის სასარგებლო. ხო, მსხვერპლისთვისაც სასარგებლოა, ამავდროულად საზიანოც არის და ეს ორმხრივი დამოკიდებულება აქვს. თეთრი კარმა აქვთ მათ, ვინც საკუთარი თავი ასკეტიზმს, წმინდა ტექსტების შესწავლას და ჭრეტელობას, მედიტაციას მიუძღვნა. აი თეთრი კარმის თემა ეს არის, რომ შენ თუ კითხულობ, აი რაც ასე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაგითო თარგმნი, რომ კითხველი ყავდეს. ხო, ასკეტიზმი, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია გაცნობიერების გზით. ან თუნდაც, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი დისციპლინა,
სადაც შეიძლება არ იყოს მაღალი დონის გაცნობიერება, ანუ აქ შეიძლება რაღაც მარხვაც იგულისხმებოდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თეთრი კარმა ეყრდნობა მხოლოდ გონებას, ნახეთ ეს თეთრი კარმა არის ერთგვარად ინტელექტუალური ძალისხმევა. იმიტომ რომ რა გზით ხორციელდება, ანუ მედიტაციით, ტექსტების შესწავლით, თაღოთ აქ ტექსტებში თქვათ არის გულისხმობა დაუშვათ რაღაცა სპორტული ჟურნალები ან რაღაცა, ანუ თვითონ ასე ვთქვათ ხო, ყვითელი პრესაც ალბათ ნაკლებად, ანუ იოგას ლიტერატურა, რომელიც ემსახურება სულიერ განვითარებას. ძირითადად ჩემი ნათარგმნი იოგას სუტრა. და რატო არის იცით, ანუ თეთრი, იმიტომ რომ აქ ფიზიკური აქტი რო არ არის, ანუ არავის არ კლავ, ანუ ასე ვთქვათ, ხორციელად არაფერს არ ეხები. ხო, ანუ არ არის ასე ვთქვათ, თუ ახლა იმას არ ჩავთვლით, რომ ვთქვათ, ეს ფურცლებზე ასე ვთქვათ, ხო, ხისგან არის ბამბუკის გამოყენებაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ზოგადად რო ვთქვათ, ინტელექტუალური მოღვაწეობა და ნებელობითი მოღვაწეობა არის თეთრი მოღვაწეობა რა. მაგრამ იოგას პრაქტიკა არის ამაზე უფრო მაღალიც. თუ ესე იგი, მაგრამ ეს მაინც, ეს რაზეც საუბრობთ, ანუ მაინც ასაკითხია რა. არის გარდაუვალი, იმიტომ რომ თვითონ დასაწყისშივე პატანჯალი წერს, რომ ისმინე იოგას მოძღვრება. ხანუ მე გუშინაც საუბრობდით ამაზე, რომ მოდი იცი რა პრაქტიკას გავაკეთებ და რაღაცას მივახცე. და იქნება და არასწორი წერია, ხო? ანუ მან ხო მარტო იოგა არ არის, ან მარტო ეს პატანჯალის იოგა არ არის, იქ არის ბევრი მოძღვრება. წარმოიდგინე ბაზარი. აი მაგ პერიოდის ინდოეთში იყო ძალიან დიდი. ბაზარზე დავაზობდნენ ძალიან ფართო არჩევანს, აბა კარგი ბუდიზმი, აბა კარგი იოგა. ანუ ეს ხო, რა თქმა უნდა, ანუ შენ სანამ პროდუქტს ირჩევ, ანუ ნახავ თქვათ, რამდენი პიქსელი აქვს, დავუშვათ რაღაცა გამოდგება თუ არა სელფისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამის შემდეგ აკეთებ არჩევანს და ის გეუბნება, ანუ ბრმად კი არ გამომყვე, არამედ ისმინე. და ეგრევე შანკარა აკეთებს კომენტარს, რომ არავინ დაიწყებს რაიმე პრაქტიკას, სანამ კარგად არ გაერკვევა, ან მოძღვრებაში, ან იმ მეთოდში რას გთავაზობენ. შეიძლება იდეის დონეზე მოძღვრება კარგი იყოს, მაგრამ მეთოდი იყოს დავუშვათ ისეთი, რომ საერთოდ არ გინდოდეს, ხო? აი ამას მნიშვნელობა აქვს, ანუ ეს თვითონ გაცნობიერებული ქონდათ ეს და მაგიტომ აი ეს რომ მექანიკურად რაღაც აკეთე და გამოვა, ეგ მიდგომა არ არსებობდა. შეიძლება რაღაც ტრადიციებში, რა თქმა უნდა, ესეც იქნებოდა. ხო, ამიტომ ინტელექტუალური ასპექტი არის აუცილებელი გასავლელი ასპექტი, რომლის შემდეგაც, ესე იგი, რომლის შემდეგაც არც თეთრი და არც შავი კარმა, აქ არის ესეთი სანსკრიტული ტერმინი სანიასინი, რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც მოხეტიალე ბერებს, ანუ რომელიცაც რაღაცნაირად არც სოციალური სტატუსი აქვს, ისეთი რაც ავალდებულებს, რომ მონაწილეობა მიიღოს, დავუშვათ, არ ვიცი, არც არჩევნებში, არც დავუშვათ ომში, ან რაღაც ითევზაოს, ხო, აბსოლუტურად აქ არ არის დაკონკრეტებული, რომ ვინ არის მისი სპონსორი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უფრო ბუდისტური ლიტერატურით, რომ ეს მოხეტიალე, ასე ვთქვათ, ბერების ტრადიციას, ბერიც არ ქვია, ანუ თვითონ ზუსტი თარგმანით, ან ბუდისტური ტერმინი ნიშნავს მაწანწალას რა. და თვითონ ესე იგი ადამიანი, რომელიც რაღაც შემწეობაზე არის და რასაც ასე ვთქვათ, რასაც შესთავაზობენ, უწყალობებენ, იმით უნდა იყოს კმაყოფილი რა. ეს უკვე ცნობიერების მდგომარეობაც არის, ხო, ერთგვარი. და ის ასე ვთქვათ, ამ მოძღვრებას ავრცელებს. ხოლო არც თეთრი და არც შავი კარმა მოხეტიალე ბერებს აქვთ, რომლებმაც მთლიანად მოიშორეს ყოველგვარი მანკიერება
იმყოფებიან საკუთარ უკანასკნელ განსხეულებაში. ესე განსხეულება რას ნიშნავს, რომ ადამიანი იბადება, ანუ სხეული აქვს და შემდგომ აღარ იბადება. აი ეს არ დაბადება, როგორ შეიძლება გავიგოთ, ეს და რატო არის ეს საერთოდ კარგი? იმიტომ რომ გაიგივებული არის არსებობა ჭირთან, ან ასე ვთქვათ, ტანჯვასთან, წუხარებასთან და დაბადებას ავტომატურად მოყვება, ხო, ტანჯვა როგორც სიკვდილის სახით, სიბერის სახით და ასე შემდეგ, ავადმყოფობის სახით, მაგრამ ასევე შეგვიძლია დაუშვათ ისეთი არსებობა გონებისა, სადაც არ არის წუხილი, იმიტომ რომ არ არის სხეული, რომელიც აქვემდებარებული არის ან მოკვდავობას. ანუ საერთოდ არ არის სხეული, პრინციპში არის როგორც ცნობიერება. ასევე ძალიან რთული საკითხი არის, რომ არის თუ არა ამ შემთხვევაში დრო, მაგრამ აი ბუდიზმში არის ეგეთი უფორმო სხეული, ან ფორმის სამყაროები, რუპა, ლოკა და არუპა. ესე იგი, ესეთი რაღაც რო წარმოვიდგინოთ, ჩვენთან არის ხუთი გრძნობა, ანუ ხუთი გრძნობა გვაქვს და უფრო ზედა საფეხურზე აკლდება თითო. აკლდება ეს ყნოსვის და გემოვნების რჩება მხედველობა და სმენა. და ამაზე მისაუბრია კიდეც, რომ აღწერია, რომ სექსიც ანუ ესეთია რა, ანუ სამი სახის უფრო რაღაცა მეტაფიზიკური სექსი არის რა, გაღიმებით სექსი და ასე შემდეგ. და რაც თავარი არის, ანუ ესეთ მდგომარეობაში კიდევ უფრო მაღალი ფორმებიც არის, მაგრამ ესეთ მდგომარეობაში იმით არეკლამებდნენ ამ მდგომარეობას, რომ იმის პრობლემა აღარ არის, რომ ჩასახვა აღარ ხდება და შესაბამისად, ანუ არავინ არ დაორსულდება და ანუ რაღაცნაირად, ანუ ეს პრობლემაც მოხსნილი არის, ხო რა. მაგრამ ხო, ზოგადად ესე თვითონ ეს ყოფიერების ჩვენ ესეც მე კითხულობდი ესეთ პარალელებს, რომ უფრო ბუდიზმთან ესეთ არის ფიზიკური სხეული. ფიზიკური სხეული, როგორც აი სამყაროში ყოფნა, როგორც ინდერველტ საინ. ესეთი მერე მით საინ, ინტერსუბიექტურობა, როგორც ასე ვთქვათ, ენაში ცხოვრება, ანუ ესეც ის სფეროა, რაშიც ცხოვრობთ, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ენით ვაზროვნებთ, კომუნიცირებთ და უკვე სამყარო შეფასებული გვაქვს ენაში. თუნდაც არ გამოვთქვამდეთ ჩვენ თანაცნობიერებაში ვართ. რომ მაგალითად თუ ამობთ, რომ ვიღაცა თქვა ლამაზია, აქ უკვე რაღაც შემოდის საერთო შეფასებითი სისტემა. ამ სისტემაში ვცხოვრობთ და როგორც თარმაკაია, კაია სხეულს ნიშნავს, თარმაკაია როგორც ფიურზიხ საინ, როგორც რაღაცა თავისთვის მყოფი ცნობიერება, რომელიც თავის თავზე არის რაღაცნაირად დაფუძნებული. მაგრამ ეს პარალელი შეიძლება არ იყოს რაღაც ძალიან ზუსტი და მაგალითად ქრისტიანობაშიც შეიძლება ესეთი პარალელი გავავლოთ, თავის თავზე დაფუძნებული, თავისთვის მყოფი როგორც მამაღმერთი, ესეთი თვითცნობიერება, რომელიც თავის თავს ეფუძნება, ღვთის სიტყვა, რაზეც საუბრობდით, მეტყველების ფორმა, თქვათ როგორც მიტზაინ, ეს სფერო არის, სადაც ანუ ეს რაღაც ლოგოსის არის მნიშვნელობების სამყარო, ინტერსუბიექტური სამყარო და სულიწმინდა ინდერველთ, ანუ სამყაროში განერთებული ღვთის სული, ესეთი პარალელი. ანუ გულისხმობა შესაძლებელი არის რაღაც პარალელების გავლება, შეიძლება ეს არ იყოს ზუსტი, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება დამხმარე იყოს და მერე ამისგან გავთავისუფლეთ. ესე იგი, ამ 4 სახეობათა შორის იოგის კარმა არც თეთრია, ვინაიდან ხო რატო არ არის არც თეთრი? მან უარყო ნაყოფი საკუთარი მოქმედებებისაც. ესე იგი,
თუ მაგალითად მე დავუშვათ ან თქვენ ამ წიგნს კითხულობდით, იმიტომ რომ კერძო სარგებელი მიგეღოთ, ან თუ ადამიანი სიკეთეს აკეთებს კონკრეტული ნაყოფის გამო, არა იმის გამო, რომ საკმარისად მიაჩნია, რომ ეგრე უნდა გააკეთოს. ეს არ ყოფნის, არამედ ნაყოფით სჭირდება აქედან, ხო? აი, ამ ცნობიერებაში თუ არის, მაშინ მას არ აქვს კარმა. ან თეთრი კარმა არ აქვს. და არც შავი არის იოგის კარმა, არც კრიშნა არის, ვინაიდან მისი გრძნობათა ორგანოები განყენებული არიან გარე ობიექტებისგან. ესე იგი, მე არ ვარ აღძრული და მოტივირებული მიჯაჭულობით მათ შორის, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ ვექვემდებარებით მატერიას, მაგრამ ასევე ეს არ ნიშნავს, რომ ვთქვათ ადამიანმა ან ვთქვათ წყალი არ დალიოს ან ჩაი არ დალიოს, მაგრამ ანუ მისი მოქმედება არსებითად არ არის განსაზღვრული იმით, რომ ის რაღაცაზე მიჯაჭვული არის, ან და სხვა დანარჩენ ცოცხალ არსებებს კარმა მხოლოდ პირველ სამ მდგომარეობაში ახასიათებს. მერვე სუტრა. აქედან გამომდინარე ვლინდებიან მხოლოდ ის არაცნობიერი შთაბეჭდილებები, ანუ კვალი, რომ მაგალითად რაღაცა შეგემთხვა, ან რაღაცა გააკეთე, ეს ჩაიბეჭდა, ვლინდებიან, რომლებიც შეესაბამებიან ამ სამი სახის კარმიდან რომელიმეს მომწიფებას. და ეს მომწიფება შემთხვევით კი არ ხდება, ანუ ამასაც ჭირდება რაღაცა მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომ შენში რაღაცა აღძვრელი ან რაღაც მატრიგერებელი რაღაცა წარმოიქმნას. ანუ ამ შემთხვევაში კარმა უფრო ისე კი არ არის წარმოდგენილი, რომ შენ რაღაცა შეგემთხვეს, არამედ შენში გამოიღვიძოს რაღაცა თვისებამ ან რაღაც ხასიათმა და ის უკვე სასჯელი არის რა. ის უკვე ანუ შინაგანად მოქმედებს ეს, ვიდრე რაღაცა ისეთ შემთხვევებზე იყოს დამოკიდებული რა. თუმცა ესეთი შემთხვევების წარმოდგენაც არის, რომ ადამიანი თქვათ ფიზიკურად იტანჯება და ამ წარმოდგენასაც შეიძლება, მაგრამ აქ საუბარია უფრო ესე იგი შენში გამოიღვიძა ისეთმა ფაქტორმა, რომელიც გტანჯავს, ანუ შინაგანად რომელიც გტანჯავს. აქედან გამომდინარე, მას შესაძლოა ამ სამი სახის კარმისგან გამომდინარე, მხოლოდ ის არაცნობიერი შთაბეჭდილებები ვლინდებიან, რომლებიც შეესაბამებიან შესაბამის სახის კარმას. ეს ნიშნავს, რომ არაცნობიერი შთაბეჭდილებები, ამ შემთხვევაში ეს ტერმინი არის ვაასანა, ვას ნიშნავს სუნს. და ანუ ეს არის, რომ რაღაცა გადმოყოლილი არომატი ან სული, ესეც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ეს ტერმინი პირდაპირი გაგებით ამას ნიშნავს. ხვარი მე ამ სუნს ვეღარ გძნობ, ანუ რაღაც მომენტში ეჩვევი, მაგრამ რაღაც მომენტში ისევ ამობენო თქვა სუნამო, რომელსაც ვერ გძნობ, რაღაც პროეგუები და რაღაც ეგეც ფსიქოლოგიური მომენტი არის. ეს ნიშნავს, რომ არაცნობიერი კვალი, რომლებიც კარმის ნაყოფის მომწიფებას შეესაბამებიან, მის შესაბამის სახეობას მიეკუთვნებიან, რაც განუყოფლად კავშირშია წინა მოქმედება და შედეგებთან. ესე იგი, შესაბამის სახეობას ნიშნავს, რომ რა მდგომარეობაში ხარ, ან როგორ სხეულში ხარ. არსებობის მოცემულ ფორმაში მხოლოდ ასეთი არაცნობიერი კვალი ვლინდება. ასე მაგალითად ღმერთების კარმა თავის მომწიფების პერიოდში არ შეიძლება იყოს მიზეზი ისეთი არაცნობიერი კვალის გამოვლინებისა, რომლებიც არ შეესაბამებიან ღმერთების მდგომარეობას. ანუ ამ შემთხვევაში ღმერთები ანუ არიან ჩვეულებრივი არსებები, რომლებსაც კარგი კარმა აქვთ. ანუ შენ შეიძლება ჩვეულებრივ ღმერთი იყო და ანუ ასე ვთქვათ, იდეა რა არის, იცი რომ როცა მაგალითად როცა ადამიანი კარგად იქცევა, ის მერე განცხრომაში არის როგორც ღმერთი და სანამ ამ მდგომარეობაში არის, სანამ ასე ვთქვათ ამ პერიოდს გადის, მანამდე არ აწუხებს რაღაც სხვა
თვისებები. და შეიძლება მქონდეს რაღაც ცუდი თვისებები, რომელიც ასე ვთქვათ დათრგუნულ მდგომარეობაში არის, მაგრამ იმ მდგომარეობაში ეს დაიგნორებული არის. ხო, დაიგნორებული არის, ასე ვთქვათ და სხვა პერიოდში შეიძლება ისევ გაიღვიძოს და მაგითო ღმერთები მე ისევ ბრუნდებიან და ანუ წრეზე ხდება ისევ ხდება დაბადება. ისევე როგორც ჯოჯოხეთის ბინადართა ან ცხოველთა ან ადამიანთა მდგომარეობას. ანუ იგულისხმება რომ არსება შეიძლება დაიბადოს ან ღვთაებად ან ღვთაება როგორც ვთქვათ მითოლოგიაში არის ან თუნდაც როგორც ბერძნულ მითოლოგიაში რაღაც ეგეთ არსებად ან ადამიანად ან ცხოველად ან ჯოჯოხეთში ან სულად დაიბადოს. აქ იოგაშიც ეს ღვთაებები არ არიან აღიარებული რაღაცა ძალიან ესეთ ძალიან მნიშვნელოვან ფიგურებად რა. მაგალითად არის 1-2 ტექსტი, რომელიც ცოტა ზედაპირული ინტერპრეტაციით ღვთაება, რომელიც მიიჩნევა სამყაროს შემოქმედად ბრაჰმა, ბუდა მიმართავს როგორც ლოთს. ანუ რომ ცოტა შეშლილს, რომელსაც გონია რომ სამყარო შექმნა, რომელიც ისედაც მარადიულია. ანუ ესე იგი ეს არსება, ანუ ცოტა ასე ვთქვათ, ვერ არის, ანუ გონია, რომ ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი. ეს ცოტა უტრირებულად ვამბობ, მაგრამ აზრი ის არის, რომ ანუ სამყარო თავისთავად უქმნელი, მარადიული საწყისი არის და ანაირად ცხოვრობდეს, მაგრამ აი ეს ძალიან ძველი ეპოქების წინანდელი მოქმედების შედეგმა გაიღვიძოს, აი ვთქვათ, მილიონი წლის შემდეგ. და იგულისხმება, რომ არაფერი არ იკარგება, ანუ კვალი არაფერი არ იკარგება, ეს ერთგვაროვან სტრუქტურას ინარჩუნებს და ორი მექანიზმით, მეხსიერებითა და სამსკარებით, აი ამ ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური მექანიზმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგიური მექანიზმით ხდება მათი რეანიმაცია, ხელახალი ასე ვთქვათ, დაბრუნება. მაგალითად, კარმის ნაყოფის წარმოქმნა, რასაც მოყვება კატის სახით დაბადება, იმ პირობების რეალიზაციის შედეგად აღმოჩნდება შესაძლებელი, რომელიც ამ ნაყოფის თვით გამოვლინების გამომწვევი ხდება. თუნდაც ისინი ერთმანეთისგან ასეულობით დაბადებით იყვნენ დაშორებული, ან დიდი მანძილით იყვნენ დაშორებული, ან ასეულობით კარმიული პერიოდით იყვნენ დაშორებული. კარმის ნაყოფის შესაბამის პირობების ჩამოყალიბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვლინდება. აი გარე პირობები, გარე ფაქტორები ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. შემდეგ კატაზე ვსაუბრობთ და ახლა არ ვსიამოვნებს, იმიტომ რომ ახლა ჩემ კატებიდან გამომდინარე. გადავიდეთ მეათე სუტრაზე. ვასანებს არ აქვთ, აი ამ რაც ვქვით, რომ ვასანა როგორც სუნის ეს არის. სუნს ნიშნავს, მაგრამ ესე იგი კვალი არის რეალურად ჩვენი ქმედებების კვალს არ აქვს დასაბამი, ვინაიდან სიცოცხლის წყურვილი მარადიულია. ესეც მნიშვნელოვანია, რომ იდეაში იგულისხმება, რომ ადამიანის სული არ არის შექმნილი დროში და არის უსასრულო და ეს ვასანებს არ აქვს დასაბამი, ნიშნავს, რომ ეს არის ადამიანში ჩაშენებული სისტემა. არის ასევე შემუშავებული სისტემაც, რაც მაგალითად არის ანუ ასე ვთქვათ, ინსტინქტის დონეზე მუშაობს ერთი მხარე და მეორე არის, რომ შენ თვითონ აფორმირებ რაღაცას. ხო, ჩვენში არის ისიც და ისიც, ანუ ორმაგი ბუნება არის. ამ არაცნობიერი შთაბეჭდილების დაუსაბამება სიცოცხლის წყურვილიდან გამომდინარეობს. შეიძლება ამაში ისიც ვიგულისხმოთ, რომ რადგან არ აქვს დასაბამი, ყველა შესაძლო ვარიანტი გამოგვივლია და ამიტომ მაინც ასე ვთქვათ, ერთმანეთიდან გამომდინარე, ერთი ჩვევა მეორეზე მოქმედებს და ასე ვთქვათ, ეგეთი განგრძობადი სისტემა არის. ცნობილი სწრაფვა დაე არ შევწყვიტო არსებობა, დაე მუდამ ვარსებობდე, რაც ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს და არ არის
თვით განპირობებული, ანუ აქ ჩემს კომენტარს დავიკითხავ, იგულისხმება, რომ ეს მემკვიდრეობით მოცემული იყოს, არც მუდამ სახეზე იქნებოდა და მხოლოდ შესაბამისი საფრთხის შემთხვევაში არ გამოვლინდებოდა. ნუ აქ იგულისხმება, რომ ის ადამიანმა რომ განიცადა წინა ცხოვრებაში სიკვდილი, ეს ინსტინქტის დონეზე მას ახსოვს ეს და ამას გაურბის. ხო, ამას ვრცელი კომენტარი აქვს და ამას ამიტომ გამოვტოვებ, ეს შეგვიძლია, ანუ მე ეხლა მოკლედ რაც გითხარით, ეგ არის, უბრალოდ გავრცობილად არის. შეგიძლიათ მე გაეცნოთ, კიდაც კურსებს და წაკითხოთ შეგვიძლია. მე-11 სუტრა. მიზეზი აღნიშნავს, ხო, ამ შემთხვევაში არის ეს არის ხო ძალიან მნიშვნელოვანი სუტრები, რაც უკავშირდება იმას, ანუ დროის არსებობას, ანუ არსებობს თუ არა წარსული და მომავალი. აი ესეთი თემები არის რა. და სად ინახება თუ მარტო აწყო არსებობს, სად ინახება ის კვალი. რა მექანიზმით ინახება, ანუ ესე იგი ეს ცოტა კომპლექსური სუტრა, ვინაიდან მაფორმირებელი არაცნობიერი შთაბეჭდილებები, ანუ მაფორმირებელში იგულისხმებიან ის მექანიზმები, რაც იწვევენ ჩვენში აზრებს. მოიაზრებენ თვითონ გარკვეულ მიზეზს, მოტივს, მატარებელს და გარეგან საყრდენს. ამიტომ მათი არარსებობის შემთხვევაში არაცნობიერი შთაბეჭდილებები ქრებიან, ან უпростоრედ პოტენციაში გადადიან. აი ეს არის მნიშვნელოვანი. კი არ წყვეტენ არსებობას. აი რა ეს უკვე ონტოლოგიური საკითხი არის, ანუ არსებობის საკითხი არის. მიზეზი აღნიშნავს იმას, რომ სათნოების შემთხვევაში წარმოიქმნება ბედნიერება. ანუ ესე იგი რაღაცას იწვევს, რაღაცას აღვიძებს. ბედნიერებისგან წარმოიქმნება მის მიმართ მისწრაფება, ხოლო ტანჯვის შემთხვევაში მის მიმართ ზიზღი. მაშასადამე ამ ორიდან გამომდინარეობს ეს აქტივობა როგორც ასეთი, ანუ შედეგი როგორც ასეთი. მოქმედებს რა მენტალური, სიტყვიერი ან ფიზიკური თვალსაზრისით ინდივიდს სარგებელი ან ზიანი მოაქვს სხვებისთვის. აქედან კვლავ წარმოიქმნება ამ ყველაფრის მოკლედ შედეგები. ეს ბედნიერების სახით იქნება, უბედურების სახით იქნება. მისწრაფება და ზიზღი და ამგვარად სამსარას ბორბალს, ანუ ეს სამსარა არის, აი ეს სამსარაც თვითონ ხეტიალს ნიშნავს, ანუ ცხოვრების, ანუ წრებრუნვარი, დაბადება სიკვდილის, ანუ წრებრუნვა არის. მამოძრავებელი ძალა ამ მუდმივი მოძრაობის არის უმეცრება, ანუ ამ ბორბლის ცენტრი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც უმეცრება, რაც ყოველგვარი აფექტის ანუ ამ ტანჯველი ფაქტორის ფესვი არის. მოტივი კი არის ის მოაზრებული მიზანი, რომელზე დაყრდნობითაც ხორციელდება სათნოება ან ბანკიერება, ანუ რამე კარგი ან ცუდი. ეს არის ეს არ მოიაზრებს რაიმე ახლის გაჩენას, რაც მანამდე არ არსებობდა. აქაც როგორც პარმენიდესთან არის, რომ არაფრისგან არაფერი არ იქნება, ანუ ყოველი თუ ასე ვთქვათ, ყველაფერი შეიძლება სახე შეიცვალოს, მაგრამ არ იქნება სრულიად არაფრისგან. გონება, ანუ სწორედ მანასი, რომელიც ჯერ კიდევ ასრულებს თავის ფუნქციას, არის არაცნობიერი კვალის საცავი. აი ეს სადაც ხდება ამის შენახვა. და მართლაც არაცნობიერი კვალი, რომ ეს ანუ კვალის
მთლიანად ეს სპექტრის სისტემა, რომელიც მოკლებული არიან თავის მატარებელს, ვეღარ შენარჩუნდებიან მანასში, ანუ გონებაში. როგორც ცნობილია, ვერ წარმოიქმნება ის, რაც არ არსებობს და ვერ გაქრება ის, რაც არსებობს. მას როგორღა გაქრებიან არაცნობიერი შთაბეჭდილებები, თუ მათ რეალური არსებობა არ გააჩნიათ. ესეც, როგორც თქვი, არის პოლემიკა ბუდიზმთან. რომ დავა არის იმაზე, რეალურად რა არსებობს. და სწორედაც აი აქ მეოთხე თავში, რადგან აქ საუბარი ეხება ბუდიზმს და იმ ბუდიზმს, რომელიც მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბდა, მაგის მიხედვით ვადგენთ, რომ ეს ტექსტი არის შექმნილი მეოთხე საუკუნის შემდეგ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. უფრო კონკრეტულად, წარსული და მომავალი თავის ნამდვილ ფორმაში არიან, ანუ რეალურად არსებობენ. ვინაიდან ისინი მხოლოდ აწყოსგან განსხვავდებიან დროითი მახასიათებლების, ანუ გამოვლინების, ასე ვთქვათ, თარმების გამოვლინების თვალსაზრისით. მომავალი არის ის, რაც ფაქტობრივად უნდა გამოვლინდეს, ხოლო წარსული არის ის, რაც უკვე გამოვლინდა ყოფილ გამოცდილებაში. აწმყო კი არის ის, რაც მოცემულ მომენტში ხორციელდება და ეს სამმაგი რეალობა არის ცოდნით შემეცნებადი. ასეთი რეალობა თავის საკუთარ ფორმაში, რეალობაში, რომ არ არსებობდეს, მაშინ ფაქტობრივად მათ ცოდნას არ ექნებოდა თავისი შესაბამისი ობიექტი და ეს ცოდნა ვერ წარმოიშვებოდა. ანუ არ არსებობდა რამე ობიექტური მიზეზშედეგობრივი კავშირი. აქედან გამომდინარეობს, რომ წარსული და მომავალი არსებობენ თავიანთ საკუთარ ფორმაში. მოქმედების პოტენციური შედეგები რომ არ არსებობდეს, იქნებეს, ანუ ესე იგი აწმყოში არსებობს უკვე ორივე, ანუ წარსული, ანუ რეალურად აწმყო არის წარსულის შედეგი, ანუ ესეთი ის რო წარმოვიდგინოთ, როგორც უпростоრად ისტორიაც სწავლობს აწმყოს მის მიზეზ შედეგობრივ კავშირში. სინამდვილეში ამ მომენტში რაც არის, ეს აქ არის მთლიანად წარსული სახეზე. იმიტომ რომ ეს არის რაღაცის შედეგი და არ არის სხვაგან. უბრალოდ ის აწმყო არ არის გამოვლენილ მოდუსში. გამოვლენილ მოდუსში არის, მაგრამ მისი კვალი შენახული არის აწმყოში. და შესაბამისად აწმყოში არსებობს მომავალი როგორც პოტენციური სახით. ხო, ამაზე არის აქაც, ანუ არ განვავრცობ, ანუ აქ ბოლო აბზაცს წავიკითხავ მხოლოდ მომავალი გამოვლინდება თავის შინაგან ფორმაში, რომელიც თავისი თავიდან უნდა გამოვლინდეს. წარსული არსებობს თავის შინაგან ფორმაში, როგორც გამოვლინება იმისა, რაც უკვე გამოცდილების საგანი იყო, საკუთარი შინაგანი ფორმის ფაქტობრივი გამოვლინება. მხოლოდ აწმყო დროის მოდუსს ახასიათებს, ხოლო წარსული და მომავალი ასეთ გამოვლინებებს მოკლებული არიან. ანუ გამოვლინება ახასიათებს მხოლოდ აწმყოს, რადგან დროის მხოლოდ ერთი მოდუსი არის გამოვლენილი, დანარჩენი ორი მხოლოდ სუბსტრატს მიეკუთვნებიან. ასე და ამგვარად დროის სამი მოდუსი არ წარმოიქმნება ისე, რომ მანამდე არ არსებობდეს. მას შესაძლოა ისინი არსებობენ ყოველთვის. შემდეგ მე-13 სუტრა და 3 სუტრა დაგვრჩება, ესე იგი წარსულს, აწმყოს და მომავალს თავის საფუძვლად გუნები ნიშნავს, ასე ვთქვათ, თვისებებიც არის, ასპექტებიც არის. აი ესე რომ წარმოვიდგინოთ, პირველსაწყისი მატერიის სამი ასპექტი ან სამი თვისება. და რაც არ უნდა ითქვათ ეს სკამი, ეს ყველაფერი, გონება მათ შორის შეიძლება დავიყვანოთ სამ ასპექტზე, სამ პრინციპზე, როგორც მაგალითად რაღაცა შეზავებული საკვები, თქვათ, შეიძლება იყოს რაღაცა, თქვათ, აიღო რაღაცა
ერთი ინგრედიენტი და სხვადასხვა პროპორციით შეძილო. ერთ შემთხვევაში თქვათ მიიღებ სკამს, მეორე შემთხვევაში თქვათ მიკროფონს, მესამე შემთხვევაში თქვათ გონებას და ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომ მარტო არსებობს სამი კომპონენტი რა. სამი თვისება. წარსულს აწყობს და მომავალს თავის საფუძვლად, ანუ ეს სამი თვისება აქვს და ისინი ან გამოვლენილ, ან ლატენტურ მდგომარეობაში არიან. ისინი სინამდვილეში თარმებს, ანუ თვისობრივ განსაზღვრულებებს წარმოადგენენ, რომლებიც დროის სამმოდუსში არსებობენ. აწყვოში ყოფნი გამოვლენილ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო წარსულსა და მომავალში ისინი იმყოფებიან როგორც ლატენტურ მდგომარეობაში და წარმოადგენენ 6 არასპეციფიკურ ფორმას. მთელი ეს სამყარო სხვა არაფერია თუ არა ამ გუნათა სპეციფიკური შეზავება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ უმაღლესი აზრით სამყაროს არსი გუნებია. შასტრაში ნათქვამია, რომ გუნათა უმაღლესი ფორმა უხილავია, ხოლო ხილულ გამოვლენილ ფორმას გრძნობათა ორგანოები აღიქვამენ. თუმცა ისინი თითქოს და ცარიელი და ილუზორულები არიან. თუმცა თუ კი ყველაფერი გუნებია, მაშინ რატომ არის ბგერა ერთი რაღაც და მისი გრძნობა მეორე რაღაც? და აქ ჩვენ მივედით უკვე ყველაზე მთავარ ცენტრალურ პუნქტამდე. იოგები ესე იგი იკვლევენ რა არსებობს რეალურად. ანუ ცნობიერება არის უმაღლესი რეალობა, ნივთიერი სამყარო არის უმაღლესი რეალობა, ორივე ერთად თუ სინამდვილეში არც ერთი. და ესე იგი გარკვეული ბუდიზმის თვალსაზრისით, ერთი როგორც მაგალითად პირველი საუკუნის ნაგარჯუნას თვალსაზრისით, არც ცნობიერება და არც ნივთიერი სამყარო თავისთავად არ არის უმაღლესი რეალობა. არსებობს უბრალოდ ყველაფერი ერთმანეთზე დამოკიდებული არის და რაღაცა ერთგვაროვნად ესეთი წრე არის. მაგრამ არც ერთი არ არის თვითკმარი, თვით საკუთარ თავზე დაფუძნებული, არის ცარიელი. ამას ქვია შუნიატა, ნიშნავს იმას, რომ ანუ არ აქვს თვითობა თავის თავში. ხოლო მეორე ბუდიზმი ამბობს, რომ ცნობიერება არის უმაღლესი რეალობა და ნივთიერი სამყარო არის ამაზე დამოკიდებული. აი როგორც მაგალითად სიზმარში. შენ რო ხედავ ნივთიერ სამყაროს, რაღაცას ვთქვათ ადამიანს ხედავ, ეს შენი აზრის პროდუქტი არის. შენივე აზრის პროდუქტი არის. რეალობა აზრი არის. ანუ მათ შორის გაყოფა არ არის და პატანჯალი აკრიტიკებს ამ იდეას, რომ როგორ შეიძლება რომ აი ვთქვათ რაღაცა იყოს, იქ ხმა იყოს. მე ამ ხმას ვგრძნობ და ეს ერთი და იგივე რაღაცა იყოს. ანუ ჩემმა შეგრძნებამ დაბადა ის, გამოიწვია ის ხმა. როგორც ვთქვათ სიზმარში, ჩემმა ასე ვთქვათ ტვინმა შექმნა ის სურათი. და ამიტომ კომენტარში ეს არის, რომ თუმცა თუ კი ყველაფერი გუნებია, მაშინ რატომ არის ბგერა, ანუ შაბდა ერთი და ინდრია მეორე. და მე-14 სუტრაში არის ეგეთი ეს სუტრა ესეთ რაღაცას ამბობს. სამყაროში არსებული ნივთები ობიექტურად არსებობენ, რასაც მათ საფუძვლად მდებარე გუნების ცვლილებების ერთგვაროვნება უდევს. ესე იგი, ეს არის სპეციფიკა, ასე ვთქვათ, იოგას, ანუ იოგური ონტოლოგიის, რომ ესე იგი, ცნობიერება არ ქმნის ნივთებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვადასხვანაირად სუბიექტურად აღიქვამს, ანუ ინდივიდუალურად აღიქვამს, მაინც ნივთები დამოუკიდებლად არსებობენ თავისთავად. მაგალითად, სმენის გრძნობა გუნების კონკრეტული ცვლილებებით არის განპირობებული. კი ბატონო, კონკრეტული ცვლილება ის არის, რომ ჩემთვის ეს ხმა გარკვეული ცვლილება არის. ანუ ესე იგი, ხმა ხო რეალურად სამყაროში რაღაც მოძრაობაა, რაღაცა ცვლილება არის, რაღაცა აღქმის აქტი არის. სხვისთვის შეიძლება ეს
სხვანაირი ცვლილება იყოს, მაგრამ რომელსაც სიცხადე ან აქტივობა ან მდგრადობა ან რაღაცა თვისება არის, ხო, ანუ ის რაღაცა თვისების მატარებელი არის ეს ბგერა და შემეცნებლის ბუნება ახასიათებს, ესე იგი ის თავისთავად არის შემეცნებადი რაღაც, ანუ ის კი არა რომ მე გამოვიწვიე. ბგერა, როგორც სმენითი ახმის ობიექტი, გუნების ცვლილების სხვა კონკრეტული ობიექტია, რომელსაც შემეცნებადის ბუნება ახასიათებს. და მერე არის, ანუ ეს მოკლედ რო თქვა, ელემენტარული ნაწილაკები ქმნიან სხვადასხვა ნივთიერ სამყაროს, თქვა, როგორც არის მიწის ან უხეში, ან აგრეგატული, თქვა, თხევადი, აირადი და ასე შემდეგ, მდგომარეობები და ასე შემდეგ. და შემდგომ არის დაციტირებული, ანუ ბუდისტური, ანუ ეს ციტატა მოყვანილი არის, არ არსებობს ობიექტი, რომელიც არ იქნებოდა კავშირში მისი გაცნობიერების აქტთან. თუმცა ცოდნა, რომელიც არ არის დაკავშირებული ობიექტთან, არსებობს. მაგალითად, ცოდნა, რომელიც სიზმრის და სხვა მდგომარეობების დროს ჩამოყალიბდა, ანუ გვეუბნებიან, რომ ვერც ერთი ობიექტი ვერ იარსებებს მისი გაცნობიერების გარეშე, მაგრამ ცოდნა შესაძლებელია ობიექტის გარეშე. ამ ცნობიერება პირველადი არის, ნებისმიერ შემთხვევაში ნივთი მოიაზრებს მის გააზრებასაც. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვერ წვდებით, ჩვენთვის არ არსებობს რამე ისეთი, რაც ჩვენი გააზრების გარეშე არსებობს. ეს ბუდისტური, ასე ვთქვათ, ხო, მოყვანილი არის ეს ფრაზა, რაზეც არის პასუხი, რომ ისინი, ვინც ასეთი პოზიციით ობიექტის რეალურ არსებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ობიექტი სხვა არაფერია თუ არა აზრობრივი კონსტრუქცია, მაგათი ასე და ასეო რა, რომლებიც სიზმრისეულ ხატებას გავს, ანუ ეს კონსტრუქცია, ხო? ხოლო აბსოლუტური გაგებით არ არსებობენ, ხოლო რელატიურად, ანუ ჩემი ცნობიერებისთვის არსებობენ, თავადაც ასეთ სიზმრებს გვანან. ხო გითხარით, ანუ ისინი უარყოფენ ობიექტების რეალურ არსებობას წმინდა ცნობიერების ჭრეთის საფუძველზე, რომელსაც არ აქვს მტკიცებითი ძალა. სინამდვილეში კი ობიექტი მთელი დიდებით მოცემულია რეალობაში. განა შეიძლება მათი ნდობა, ვინც უარყოფს ასეთ ცხად ჭეშმარიტებას. რატომ არის ეს დებულება მცდარი? ხო, აქვე მაქვს შენიშვნები, ანუ რაღაც ფრაგმენტებს ვკითხულობ ხოლმე, რაღაცებს, იმიტომ რომ ეს შენიშვნები და კომენტარები მართლაც ეხმარება, ანუ ესე იგი სამყარო არის ცვალებადობა, რომლის ფარდის მიღმაც უცვლელი ერთიანობა არის. სამყაროს გამოვლინებები აღქმაზეა დამოკიდებული და ამდენად სუბიექტურად წარმოდგენილი. ეს კომენტარი ხოთ სუტრაზე გავაკეთე, მაგრამ მთლიანად ამას ეკუთვნის. ხო, ანუ გასაგებია, რომ კი ბატონო, ყველაფერი სუბიექტურად აღქმის. ამიტომ ზოგიერთს მაგალითად ბუდიზმის გარკვეული სკოლების მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ნივთები მათ გაცნობიერებაზე არიან დამოკიდებული და მათ დამოუკიდებელი რეალობა არ გააჩნიათ. პატანჯალის ეს სუტრა კი არის ერთგვარი პასუხი ბუდისტებს, რომელიც ცვლილების მიღმა უცვლელ ერთიანობას ხედავს. არის ერთ-ერთი კომენტატორი, ანუ კომენტატორზე მაქვს, ასე ვთქვათ, პატარა შენიშვნა, ესე იგი ვაჩასპატი მიშრას კომენტარებში მოცემული არის, რომ ეს შეხედულება ბუდისტური სკოლა არის ვაინაშიკა, კლასიკური პერიოდის ლოგიკურ დისკურსულ ტექსტებში სიტყვა ვაინაშიკა ნიშნავს ის, ვინც განადგურების თეორიას ემხრობა. ნუ სიტყვასიტყვით ესე არის მაჰაიანა ბუდიზმის მიმდევარი, რომელიც ორი სკოლის სახით არის წარმოდგენილი. ეს ორი სკოლა, ზეღანაზე ვსაუბრობდი, ერთი არის
მათიამაკა და მეორე არის ვიჯნანავადა. ორივე მათგანი აერთიანებდა ობიექტის საკუთარი ფორმის უარყოფის თეორიას. აი ეს მათ შორის ერთ განსხვავება არის. ერთი სიცარიელეზე დგას, ანუ შუნიას თეორიაზე, როცა არც ერთი არც ცნობიერება და არც ნივთიერი სამყარო არ არის, ასე ვთქვათ. და მე-15 სუტრა, ვინაიდან არსებობს ცნობიერებათა სიმრავლე, ანუ ეს არის გაგრძელება იმაზე, რატომ არის ეს ბუდისტური დებულება მცდარი. ხო, ვინც ახლა შემოგვიერთა, ანუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ მცდარია. ჩვენთვის ანუ სულ ერთი არის, ანუ მცდარი რომელი არის. ჩვენ ისედაც ვიცით. რატომ არის? ვინაიდან არსებობს ცნობიერებათა სიმრავლე, ანუ ყველა ადამიანი, რომლებიც ნივთს აღიქვამენ, მაგრამ ნივთი მაინც კონსისტენციური რჩება. ამიტომ განსხვავება მხოლოდ საგნისა და დამკვირვებლის ცნობიერების ბუნებაში არის. ანუ ჩვენში არის, ანუ ის განსხვავება, ანუ მე ასე აღვიქვავ, შენ ასე აღვიქვავ და ასე შემდეგ. ერთი და იგივე ნივთი საერთო საყრდენია მრავალი ცნობიერებისთვის. სინამდვილეში ის არ არის აზრობრივი კონსტრუქცია, არც ერთი რომელიმე ცნობიერების და არც მრავალი ცნობიერებისთვის საერთო. იგი ეყრდნობა საკუთარ თავს. როგორ ხდება ეს? ამას აღარ განვცნობ, ეს ცოტა გრძელი კომენტარი არის და პირდაპირ გადავალ მე-16-ზე და ალბათ მე-16 ან მე-17 დავასრულოთ და ზუსტად შუაზე გავყავით, ანუ ეს თავი. გარდა ამისა, ნივთი არ არის დამოკიდებული ერთეულ ცნობიერებაზე, ვინაიდან მისი შეუცნობლობის შემთხვევაში რა მოხდებოდა მაშინ, ანუ ესეც ასე ვთქვათ, კითხვა არის, რომ თუ არავინ შეიცნობს, მაშინ ის აღარც იარსებებს, ანუ ეს ხო ცნობილი, ასე ვთქვათ, ევროპულ ფილოსოფიაშიც ხდება, ასე ვთქვათ, რომ ნივთები არსებობენ იმდენად, რამდენადაც მათ ვიღაც აკვირდება. თუ არავინ აკვირდება, მაშინ ღმერთი აკვირდება და იმის წყალობით ინარჩუნებს არსებობას რა. ასე იგი, აქედან გამომდინარე, ნივთი სრულიადაც არ არის დამოკიდებული ინდივიდუალურ ცნობიერებაზე, არამედ ამ ინდივიდუალური ცნობიერებისთვის საერთოს წარმოადგენს და მათი შეერთების დროს წარმოიქმნება ცოდნა, მაშასადმე პურუშას, ანუ სულის გამოცდილება. ეს ყველაფერი, ანუ რატო ჭირდებათ? ჭირდებათ საბოლოო ჯამში, როცა საკუთარი თავი რო დაადგინონ ობიექტურ რეალობად. ანუ საკუთარ სულამდე, ანუ რეალურად ეხლა აქ არის მოყვანილი, რომ თქვა არსებობს თუ არა კოკა, ან არსებობს თუ არა ძროხა, მაგრამ ამა ძროხა არ ადარდებთ, ხო, გასაგებია. ნივთი ან შეცნობილი, ან შეუცნობილი. გამომდინარე იქიდან მოქმედებს თუ არა იგი ცნობიერებაზე. თუ არ მოქმედებს. და მე არის აი ამ ბოლო აბზაცად წავიკითხავ და დანარჩენი გადავდოთ და უფრო დისკუსიის ფორმატზე გადავიდეთ. გრძნობადი ობიექტები მაგნიტს გვანან, იზიდავენ რა თავისკენ ცნობიერებას, თითქოს იგი რკინა ყოფილიყოს. ისე შეაფერადებენ მას, ანუ ჩემი ცნობიერება არის რაღაცით მოცული. მასზე თავიანთი ზემოქმედების შესაბამისად ის გრძნობადი ობიექტი, რომლითაც შეფერადებულია ცნობიერება, შეცნობილად მიიჩნევა, ხოლო ამის საპირისპიროდ ობიექტები, რომლებიც ცნობიერებაზე არ მოქმედებენ, არც შეცნობილი არიან. ცნობიერება იმის მიხედვით იცვლება, შეცნობილია თუ არა ობიექტის შინაგანი არსი. მაგრამ რაც შეეხება პურუშას, რომლისთვისაც ობიექტს თავად ეს ცნობიერება წარმოადგენს, ანუ სულისთვის რა არის ობიექტი. აი საბოლოო ჯამში ამ პუნქტამდე მივდივართ, რომ სული არ ეხება პირდაპირ არც სკამს ან რამე ობიექტს, სული ეხება ინტელექტს, ანუ გონებას ეხება. სულისთვის წარმოადგენს ობიექტს
გონება, რომელიც ხედავს სკამს. ანუ მე ვაცნობიერებ იმას, რომ ხედავს სკამს. აი ეს თვითცნობიერების მომენტი არის ამ შემთხვევაში სული. ნუ სული ეს თვითონ სიტყვა სული აქ არის როგორც დამკვირვებელი, ან პურუშა. ცნობიერების მოქმედების შინაარსი ყოველთვის ცნობილია მისი ბატონისთვის, ანუ პურუშასთვის, სულის ვინაიდან ცვლილების თვისება პურუშას არ მიეკუთვნება. ანუ უცვლელი, დამკვირვებელი აკვირდება საკუთარ გონებას, რომელშიც ხდება ეს ცვლილებები, მათ შორის ის, რომ აღიქმება რაღაც სხვადასხვა ნივთები, სხვადასხვა საგნები და ასე შემდეგ. და ზუსტად აი დასაწყისში რაზეც იყო საუბარი, აი აქ უკვე მოდის ის თემა, რომ როგორ ფუნქციონირებს ცნობიერება. და დასაწყისში იმიტომ დაუშვი ის აზრი, რომ იქ საუბარია არა რაღაც მითოლოგიურ სხეულების და ცნობიერებების შექმნაზე და გამრავლებაზე, არამედ რეალურად როგორ მოქმედებს ცნობიერება. და მან შემდგომ რომ გადავალთ უკვე აი ამ საკითხზე, ეგ უფრო ნათლად გამოჩნდება. ანუ ეს არის პირველ რიგში განხილული რაღაც ასე ვთქვათ ონტოლოგიური თვალსაზრისით და მეორე საბოლოო ჯამში მიდის იქამდე როგორ არსებობს მეხსიერება, ანუ როგორ ფუნქციონირებს ფსიქოლოგია და ეს განხილვა დროს რო განიხილავს, არსებობას რო განიხილავს, ნივთობრივ არსებობას რო განიხილავს, საბოლოო ჯამში ცდილობს დაადგინოს როგორ არსებობს თვითონ. ეს კითხვები შეიძლება უბრალოდ ვიღაცას, ვინც ძალიან ზედაპირულად უყურებს მედიტაციას და რაღაც ისეთ პრაქტიკებს, საერთოდ არ გქონდეს, იმიტომ რომ ძალიან უბრალოდ მარტივად ზედაპირულად უყურებს და ასე ვთქვათ, არ უჩნდება რაღაცა კითხვები. სავსები დამაჯერებელია, ვიღაცა ეუბნება არსებობს ასეთ რაღაც სული, არსებობს დამკვირვებელი, არსებობს ვთქვათ ესეთი და ესეთი სამყარო და მორჩა ამის ჯერა და ასე ვთქვათ რაღაცაერად ცდილობს რომ ამ მდგომარეობას ეს მდგომარეობა შეიფეროს. მოდი ესე ვთქვათ რა. ხო, მოკლედ მეორე ნახევარი შემდეგისთვის განვაგრძოთ რა.